გამარჯობა, მოგესალმებით. ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომას. სხდომაზე გვაქვს გამოტანილი ერთი საკითხი, როგორც მოგეხსენებათ, დღის წესრიგთან შენიშვნები დამატებები ყველაფერი გვაქვთ. არა, დიდი მადლობა. დღის წესრიგი შეთანხმებულია. ეს არის საპენსიო ფონდის მიერ წარმოდგენილი საპენსიო სააგენტოს 2024 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა, მოხსენებელ საპენსიო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი გიორგი ჭიჭინაძე. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მოგესალმებით თქვენს გუნდს. გისმენთ, წარმატებებს გისურვებთ. მოგესალმებით. გისმენთ და საინვესტიციო სამსახურიდან ჩემი კოლეგა ბრძანდება დღეს გიორგი მიხელიძე, რისკების განყოფილების უფროსი საინვესტიციო რისკების. წარმოგიდგენთ 2024 წლის ანგარიშს. ეს ანგარიში თქვენ მოგეხსენებათ, რომ 2024 წელს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა დაგროვებით პენსიის შესახებ საქართველოს კანონში. შეიცვალა მმართველობითი სტრუქტურა, ჩამოყალიბდა მმართველობითი საბჭო, განისაზღვრა გარკვეულწილად სპეციფიური მიმართულებები, საინვესტიციო რისკის მიმართულებები და აუდიტის მიმართულებები, ასევე მოხდა ადმინისტრირების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომ შემოსავლების სამსახურის დეკლარირების სისტემაზე, ანუ ერთიან დეკლარირების სისტემაზე გადავედით. შესაბამისად, მე დღეს წარმოვადგენ საპენსიო სააგენტოს ანგარიშს. კანონით განსაზღვრული ცვლილებები ამოქმედა 1 მაისიდან. დღეს უკვე არის საქართველოს საპენსიო ფონდი, მოგეხსენება და ერთი მმართველობითი სტრუქტურით, მმართველობითი საბჭოთი წარმოდგენილი. ანგარიში მე ვახსენებ საინვესტიციო საბჭოსაც, რადგან მოქმედ საანგარიშო პერიოდში იყო საინვესტიციო საბჭოც. 2024 წელს პირველი რა თქმა უნდა დავიწყებ საინვესტიციო საქმიანობით. მე შემოკლებული ვერსიას წარმოვადგენ, რადგან დიდი ვერსია წარმოდგენილია. 2024 წელს საინვესტიციო საბჭომ მოახდინა აქტივების განთავსების სტრატეგიის წლიური გადახვედა, რომელიც ეფუძნებოდა 2023 და 2024 წელში ამოქმედებულ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად განახლებულ საინვესტიციო ლიმიტებს. აღნიშნულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აქტივების განთავსების სტრატეგიაზე, განსაკუთრებით დაბალანსებული და დინამიკური პორტფელებისათვის. კერძოდ გაიზარდა ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტების მაქსიმალური დასაშვები ლიმიტები, შესაბამისად 80 და 60%-მდე, რამაც გაზარდა მოქნილობა და შესაბამისად შესაძლებელი გახადა რისკით შესწორებული შემოსავლიანობის გაუმჯობესება. 2024 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საპენსიო სააგენტოს ინტეგრაცია მსოფლიო ბანკის რეზერვების საკონსულტაციო და მართვის პარტნიორობის პროგრამაში, ეგრეთ წოდებული რამპის სისტემაში მონაწილეობა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სააგენტოს სტრატეგიული აქტივების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესებაში. 2024 წლის ამ სტრატეგიული აქტივების მართვის ფარგლებში უცვლელი დარჩა საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდებისა და სადებოზიტო სერტიფიკატების benchmark ინდექსები, ხოლო გლობალური აქციების წილი შეიცვალა, დაკორექტა benchmark ინდექსები. კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების წილი 40%-მდე გაიზარდა, ხოლო დანარჩენი სამი რეგიონის ევროპა, განვითარებული აზია და განვითარებადი ბაზრები თანაბარი 20%-იანი წილით იქნა წარმოდგენილი. რაც შეეხება საინვესტიციო გადაწყვეტილებებს, 2024 წლის ბოლოსთვის საინვესტიციო სამსახურის მიერ საინვესტიციო მიზნებისთვის ფლობილი წმინდა აქტივების ღირებულება შეადგენდა 6 მილიარდ 64 მილიონ ლარს, რაც 23 წლის ბოლოსთან შედარებით 1 მილიარდ 706 მილიონი ლარის ზრდა. მათ შორის წმინდა კონტრიბუცია მოიცავს 1 მილიარდ 151 მილიონ ლარს, ხოლო ინვესტიციებიდან მიღებული ამონაგები იყო 564 მილიარდ 700 ლარი. აქ გათვალისწინებულია თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ფონდი ფინანსდება ამ ჯამური აქტივებიდან. 2024 წლის ნომინალურმა წლიურმა ამონაგებმა 11,6% შეადგინა და დაბალი ინფლაციის ფონზე ასევე საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა 2024 წლის რეალური ამონაგების და 9,5%-ს მიაღწია. ეს არის საკმაოდ კარგი შედეგი რეალური ამონაგების კუთხით. აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტოს წლიურმა, ნომინალურმა და რეალურმა შემოსავლიანობამ ბოლო 6 წლის მანძილზე
დაარსებიდან 24 წლის ბოლომდე 9.9% იყო ნომინალური და 3.9% ეს იყო რეალური ამონაგები, ესეც 6 წლის მანძილზე ძალიან კარგი შედეგია ჯამურად. 2024 წლის ბოლოს მდგომარეობით კონსერვატიული პორტფელი მთლიანი აქტივების 98.9% შეადგენდა, ხოლო დაბალანსებული დინამიკური პორტფელები 0.6% და 0.5%. ანუ დაბალანსებულში და დინამიკურში თითქმის თანაბარი თანხებია განთავსებული დაახლოებით 33 მილიონი ლარის ოდენობით. 2024 წელს საინვესტიციო სამსახურმა განახორციელა ინვესტირება საქართველოს სხვადასხვა კომერციული ბანკების სადებოზიტო სერტიფიკატებში და შედეგად დეპოზიტების წილი ჯამურ აქტივებში 45.1%-დან 58.9%-მდე აიწია, ანუ 60%-მდე მიაღწია ფიქსირებული შემოსავლის მქონე სადებოზიტო სერტიფიკატებში. ასევე 2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ობლიგაციებში ინვესტირება იყო. ეს იყო ერთ ტრანზაქციად განხორციელებული მსხვილი ინვესტიცია უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის მქონე ინსტრუმენტებში, 3A-ის ინსტრუმენტია. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 150 მილიონი ლარის ოდენობის იყო, ხოლო ვადიანობა 5 წლით განისაზღვრა. აღნიშნულმა ტრანზაქციამ კონსერვატიული პორტფელის ხარისხი გაუმჯობესა და EBR-თან გრძელვარდინარი პარტნიორობის დასაწყის ჩაუყარა საფუძველი. 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით საინვესტიციო სამსახურის მიერ ფლობელი საპენსიო აქტივების 81.6% განთავსებული იყო ლარში, ლარში დენომინირებულ აქტივებში, ხოლო 18.4% უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში. რაც შეეხება აქტივების განაწილებას ინსტრუმენტების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 58.9% იყო განთავსებული 10 კომერციულ ბანკში სადებოზიტო სერტიფიკატებში, რომელსაც ერთხებათ ფიქსირებული სარგებლობები, 2.1% ნომინალური ფლობელობის სარგებლობები მიმდინარე ანგარიშებზე გვაქვს, ცვლადი სარგებლობები, ზოგი მიმულია რეფინანსირების განაკვეთს. უცხოურ აქციებში ინვესტირებული იყო პორტფელის 16.5%, ხოლო საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილი პორტფელის 17.2%-ს წარმოადგენს. აქტივების 0.4% ევროობლიგაციებში იყო განთავსებული, 2.5% საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ობლიგაციებში, 1.2% ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში, 1.2% კი ამერიკის სახაზინო ობლიგაციებშია განთავსებული. საკრედიტო ხარისხის მიხედვით 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აქტივების 88.8% განთავსებული იყო მინიმუმ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე ერთი საფეხურით ნაკლებ რეიტინგის მქონე კომერციულ ბანკებსა და ფასიან ქაღალდებში. 2024 წელი საპენსიო პორტფელებისათვის საკმაოდ კარგი წელი იყო, კარგი წელი გამოდგა გაზრდილი არასტაბილურობის მიუხედავად სამივე პორტფელის ამონაგებმა ორნიშნა ზრდას მიაღწია. დინამიკურმა პორტფელმა გასული წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი გამოავლინდა და წლიური ამონაგებით 13.6%-ით შეადგინა, რაც პორტფელში გლობალური აქციების მაღალი პროპორციით იყო გამოწვეული. დაბალანსებული პორტფელი ამავე პერიოდში 12.8%-ით გაიზარდა, ხოლო კონსერვატიული პორტფელის მომგებიანობამ, სადაც გლობალური აქციების წილი ყველაზე დაბალია, 11.6% შეადგინა, რაც ასევე საკმაოდ კარგი შედეგია. შედეგად კონსერვატიული პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 9.5% შეადგინა რეალური, დაბალანსებულის 10.7% გახდა და დინამიკურის 11.5% რეალური ამონაგები. აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელის მაღალ მომგებიანობაზე დადებითი გავლენა იქონია საერთაშორისო აქციების პორტფელის მომგებიანობამ, ვინაიდან დინამიკურ პორტფელში აქციების ყველაზე დიდი წილი ყველაზე მაღალია. კერძოდ საერთაშორისო აქციების საპენსიო სააგენტოს პორტფელში 2024 წელს ყველაზე მომგებიანი ძირითადი აქტივის კლასი იყო. აქციების პორტფელის შემოსავლიანობამ აშშ დოლარში 9.9% ლარი, 9.9%, ლარში კი 14.6% შეადგინა, ხოლო წლის განმავლობაში დაგენერირებულ ამონაგებმა 125.9 მილიონი ლარი ამ საშუალო და მაღალ რისკიან პორტფელებზე მაქვს საუბარი. რაც შეეხება საოპერაციო საქმიანობას,
2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საპენსიო შენატანების ადმინისტრების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 11906 დამსაქმებელი და თვითდასაქმებული და გაწევრიანებული იქნა 104000 დასაქმებული. შედეგად 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით დაარსებიდან დღემდე გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა ჩამში შეადგინა 1.584.000 ადამიანი. ეს მოიცავს მათ შორის დასაბამიდან დღემდე გასულ პირებს, რომელსაც უფლება ჰქონდათ კანონით და შეადგენს 170.000 ადამიანს, 173.000 მონაწილეს. პენსია საპენსიო აქტივების დაენიშნა გაიცა 15.000 მონაწილეზე ამ 6 წლის მანძილზე, მემკვიდრეზე და როგორც კანონი თვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობით მქონე პირებზე. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საპენსიო სქემაში დარჩა 1.395.000 მონაწილე. ამავე საანგარიშო პერიოდში სააგენტო სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობა არის 120.000 კომპანია. საპენსიო დეკლარაციების საფუძველზე 31 დეკემბრის ჩათვლით საპენსიო შენატანების საერთო რაოდენობა შეადგინა 4 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო მხოლოდ 2024 წელს შეადგინა მილიარდ 185 მილიონ ლარზე მეტი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 8363 პირზე გაიცა პენსია ჯამური ოდენობით 40 მილიონ ლარამდე, 39 მილიონი ლარის ზე მეტი, 39 მილიონი ლარი ნახევარი. ხოლო ჯამურად 2019-2024 წლებში მემკვიდრეებისათვის და პენსია დანიშნულების ასაკით ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დანიშნულმა პენსიამ ჯამურად შეადგინა 61 მილიონ ლარზე მეტი, როგორც აღნიშნეთ 15.458 პირზეა გაცემული, დღევანდელი მოცემულობა არის გაცილებით უფრო მეტი და ბოლოს სააგენტომ წარმატებით გაიარა ინფორმაციული საფრთხეების მართვის სისტემების ISO 27001-თან შესაბამისობის საკონტროლო შემოწმება, რომელიც 2024 წლის მაისში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ საზედამხედველო აუდიტის ფარგლებში არ დაფიქსირებულა ISO 27001 სტანდარტთან არც ერთი ძირითადი ან მცირე შეუსაბამობა. წელსაც გავდივართ, ოღონდ სტანდარტი შეიცვალა და ახალია 27002 2022 წლის სტანდარტია და უახლოეს პერიოდში ველოდებით ვიზიტს საერთაშორისო ექსპერტებით. მიერ. მადლობა, მოკლე ეს იყო, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი წარმოდგენილია, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თუ ტექნიკური საკითხები, რომლებიც 2024 წელს მოხდა გადაჭრა. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, ჩვენთვის ცნობილია ეს მონაცემები, რა თქმა უნდა, თქვენ წარმოდგენილი ჰქონდათ კომიტეტზე თქვენი მოხსენების ნაწილი, რომელსაც გავეცანით დეპუტატები, ძალიან მნიშვნელოვანია, თან პირველად არ ვისმენთ ამას, თუმცა პირველი ამ რეფორმირების შემდეგ და მნიშვნელოვანი იყო ის მოყვანილი ციფრები, რაც თქვენ ეხაბძანეთ. დეპუტატებს ხო არა გაქვთ შეკითხვები და შემდეგ მეც მაქვს. დიახ, ბატონო ვლადიმერ. მადლობა, ძალიან შესამჩნევია ეს გაწეული ნაღვაწი. მე მინდა ორი შეკითხვა დავსვა ასეთი. თქვენ ახლა ძალიან ისეთი დამაიდრებელი ბენეფიციერთა რაოდენობა დაასახელეთ 1.584.000, ხო? ერთი შეკითხვა მაქვს. შრომის უნარის მქონე მოსახლეობის რა პროცენტს წარმოადგენს ეს ციფრი? თუ გაქვთ ამისი დაახლა, იმიტომ რომ ჩვენ პოპულაცია ახლა ბოლო აღწერის შედეგები ბოლომდე დამუშავებული არ არის, მაგრამ 3.705.000 ციფრი მოგვაწოდეს ესეთი სამუშაო ვერსია და აქედან შრომის უნარიანი მოსახლეობა დაახლოებით 900,000 1.700.000 იქნება. 2 მილიონამდეა როგორც იცი სამუშაო ძალა. ძალა, მაგას გამოვიდა. 2 მილიონიდან 1.584.000 არის ჩვენი წევრი. წევრი. ანუ 1.300.000, ანუ სადღაც დაახლოებით 75% არის ჩვენი წევრი. ასე იგი, ესენი მუშაობენ. ესენი რომელსაც ერთხელ მაინც აუღიათ ხელფასი, ჩვენთან სისტემაში ხელფასი გარშე ვერ მოხდები. თან ეს კიდე არ მოიცავს იმ ხალხს, ვინც გავიდა. ანუ დაახლოებით 80% მაინც არის სამუშაო ძალის ჩვენ სისტემაში. აი ამის აქცენტირება მინდა, იმიტომ რომ ამ სისტემაში ვერ მოექცევა ადამიანი, რომელიც არ არის დასაქმებული და არ ღებულობს ხელფასს. და რომელსაც არ მონაწილეობს თვითონ დამსაქმებელი და სახელმწიფო. ანუ ეს ერთობლივი შრომის პროდუქტია და ახლა მეორე ციფრი გვერდზე
11000-ზე მეტი დამსაქმებელი. დიახ. ესე იგი აი ესეც როგორ არის მატება დამსაქმებელთა რაოდენობის რა პროცენტული მატება გვაქვს დამსაქმებლების აი ამ ჩვენი საპენსიო ფონდის შექმნის დღიდან როგორი არის პროგრესი ერთი ეს მაინტერესებს ციფრობილიზაციაში საშუალოდ თავიდან იყო დაბალი რაოდენობა, იმიტომ რომ საწყის ეტაპზე სანამ ჩაერთვებოდნენ, ანუ პირველი დეკლარაციის წარმოდგენა უზრუნველყოფდა დამსაქმების რეგისტრაციას ჩვენ სისტემაში. საშუალოდ მე რაც სტატისტიკას ანალიზს ვუკეთებ 10%-იანი ზრდა არის. ჩვენ ახლა უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება გამომდინარე იქიდან რომ რადგან გადავედით შემოსავლების სამსახურის დეკლარირების სისტემაზე, ვინც გვაიგნორებდა იყო ეგეთი კომპანია, ვინც აიგნორებდა და ან ტექნიკური მიზეზის გამო, ან არცოდნის გამო, ან ძალით არ რეგისტრირდებოდა და არ ახდენდა მონაწილის მიმართ დეკლარირებას, მე შემიძლია ერთი კაი ციფრი ვთქვა, რომ აი რაც გადავედით და მაისის დეკლარაცია, ვინც ჩააბარა 15 ივნისისთვის, ერთ დღეში 8000 ახალი კომპანია დარეგისტრირდა. ერთ დღეში, ანუ ეს ხელი შეუწყო ამ საშემოსავლო დეკლარაციაზე გადასვლება. ანუ მანამდე 10% საშუალოდ 10%-იანი ზრდა ჰქონდა და ეხლა იყო ნახტომი ერთ დღეში 7800 დაახლოებით 7800 ოდენობა დარეგისტრირდა ახალი კომპანია, რომელიც მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა. აი კიდევ ერთხელ უპირატესობა გამჭვირვალობისა და აი ამ ფორმაში ეს ეკონომიურ გამჭვირვალობას გულისხმობს და ჭრილიდან გამოსვლას და ნდობის ფაქტორის გაზრდას. რა ხდებია ნდობის ფაქტორი. და ერთი შეკითხვა მაქვს ეხლა, რომ ესეთი ასეც რომელიც პროგნოზებს ეხება. შესაძლოა შთამბეჭდავი ციფრი დავასახლეთ 6 მილიარდს აცდა საერთო დეპონირებული თანხა, აქედან ამონაგები მილიარდ 700 მილიონი გადაჭრა. 7 მილიარდი. 7 მილიარდი, ეხლა ეს საკმაოდ დიდი ციფრია და ამ დიდი პოტენციალის განთავსება რისკებთან არის დაკავშირებული, ჩვენ ვიცით პაკეტების მიხედვით ყველაფერი. დღეს სოფლიოში დაძაბულ სიტუაციიდან გამომდინარე, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას ჰიპოთეტიურად მაგრამ საფრთხე შეიძლება შეუქმნას ეკონომიურ აქტიურობას, იმიტომ ჩვენ ამას ვანთასებთ ჩვენს საბანკო სისტემაში 10 ბანკი დაასახელეთ ამდენად 10 კომერციული ბანკი, მაგრამ გარკვეული პროცენტები და 15% საჭიროებს საერთაშორისო აი ეს განთავსების თანხას ახლა მენეჯმენტი იმისია, რომ წინასწარ განსაზღვროს რისკები ყველა ვერ გაიწლება ყველაფერი უცბად, მაგრამ როგორ არის ამის გადაზღვევის საშუალება, რომ ამ ყველა მოსალოდნელ ამ რთულ პერიოდში, რომელსაც გადის დღეს სოფლიო, ამ რისკების ზემოქმედება, უარყოფითი ზემოქმედება არ აისახოს იმ პროგრესზე, რომელსაც ჩვენ მივახციეთ ამ ფონდის მეოთხედით. მე გავაკეთებ ცირე კომენტარი, ჩემი კოლეგაც გააკეთეს, იმიტომ რომ ზუსტად მისი საქმიანობა რისკების შეფასება ჩვენ პირდაპირ უცხოეთშიც არ ვაკეთებთ პირდაპირ ინვესტიციას. ჩვენ ვაკეთებთ ფონდის აი ეგრეთ წოდებული exchange trade fund-ებია, სადაც 1500 კომპანია შეიძლება იყოს იმ ერთ ფონდში გაერთიანებული და იქ ვაკეთებთ ინვესტირებას რეგიონების მიხედვით. შესაბამისად ანალიზი რა თქმა უნდა კეთდება და გიორგი დაამატებს უფრო იმ ჩვენ ენაზე თუ როგორ ხდება ამ რისკების შეწყვეტა ანალიზი. მადლობა. პირველ რიგში ვიტყვი რომ ფონდი ძალიან დიდი ტემპით იზრდება ორი მიზეზის გამო, ერთი რომ კონტრიბუციების მნიშვნელოვანი ზრდა ხდება მით უმეტეს დეკლარირების ახალ სისტემაზე გადასვლასთან ერთად, რაც აჭარბებს თვეში 100 მილიონ ლარს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არის დაგენერირებული მოგება, მოგხსენებათ რაც უფრო დიდია ფონდის ამით უფრო მაღალია ლარში გამოსახული მოგება, რაც შეადგენდა 565 ლარ მილიონ მოგებას გასულ წელს და წელს უკვე მიმდინარე 5 თვის განმავლობაში უკვე შეადგენს 370 მილიონ ლარს. ფონდის ზომასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ კონსერვატიული პორტფელის დაახლოებით 80% ინვესტირებული არის ქართულ აქტივებში. აქედან დიდი ნაწილი არის ინვესტირებული ბანკებში, სადებოზიტო სერტიფიკატებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პორტფელის დასთან ერთად მოხდეს მაქსიმალური დივერსიფიკაცია, რისკების დაზღვევის მიზნით ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ ინვესტიციებს, როგორც საზღვარგარეთ უცხოურ აქციებში, მოგეხსენებათ, რომ ეს ინვესტირება ხდება ეგრეთ წოდებულ ETF-ებში, ანუ ფონდებში, რომელშიც გაერთიანებულია
სხვადასხვა რეგიონების დიდი კომპანიების აქციები, ასევე ვცდილობთ მაქსიმალურად მოვახდინოთ დივერსიფიკაცია კორპორატიულ ობლიგაციებში და სხვა ფასიან ქაღალდებში. აქედან გამოვყოფთ ინვესტირებას EBRD-ის ბონდში, რომელიც შეადგენდა $150 მილიარდ გასულ წელს და წელსაც აქტიურად მუშაობთ სხვა ფონდებთან, რომ შედარებით დაბალ რისკიანი ლარში განხორციელებული ინვესტიციები იყოს ჩვენს პორტფელებში. აქედან მნიშვნელოვანი იქნება როგორ გადანაწილდება მონაწილეების დანაზოგები პორტფელების მიხედვით. მოგეხსენებათ, რომ კონსერვატიულში მხოლოდ 20%-ის ინვესტირება არის შესაძლებელი დოლარში, ანუ უცხოურ აქტივებში, ხოლო დაბალანსებულში 40%-მდე და დინამიკურში 60%-მდე. ჩვენი მიზანი არის რისკით შესწორებული ამონაგების მაქსიმიზაცია და შესაბამისად ჩვენ რისკების შესამცირებლად მაქსიმალურად ვცდილობთ გქონდეს დივერსიფიცირებული პორტფელი. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, იმიტომ ჩვენ გვაქვს უპირატესობა აი მოსახლეზე ორიენტირებული, ბენეფიციაზე ორიენტირებული სამ პაკეტს ვთავაზობთ. ეს არის ძალიან კარგი შეთავაზება ადამიანს განათლების, გამოცდილებისა და დობის ფაქტორს უძლიერებს და თანამშრომლობთ ამ ადამიანებთან. აი თქვენ მაღალი რისკების სადაც არის შეფასებული დოლარი 60%-ია, დოლარშია 60%. ამ ადამიანებთან რაიმე მუშაობა მიმდინარეობს, რა პირდაპირ და უკავშირები ის ადამიანები, იმიტომ ჩვენ ვთქვით 80% არის უფრო ნაკლებ რისკიანში, ეს ადამიანის ბუნება არის, მაგრამ მეორე თემა არის, ეხლა უკვე ეს ფონდი გათვლილი არის იმ ადამიანებზე, რომლებიც ეხლა იწყებენ დაგროვებას. საშუალო ასაკისა და მაღალი საფეშო ასაკისა ლახოს ადამიანებმა გაიტანეს თანხები და გავიდნენ. აი ამ ახალგაზრდებთან, რომელიც ქვეყნის სტაბილურობის გარანტი არიან, თავიანთი ცოდნი, თავიანთი პრაქტიკული მოღვაწეობით თვითონ ქმნიან ამ დოვლას. ამათთან როგორი მუშაობა მიდის? თუ არის ასეთი ან განყოფილება, ან თუ არის რაღაცა სტაფი ამისი, რომ ამ ადამიანებთან ეს განმარტებითი სამუშაო მიდიოდეს, რასაც გვიძლია თანაზიარობით. მოგახსენებთ, ჩვენ აქტიურად ვაქვეყნებთ ყველა ინფორმაციას. ყოველთვიურად საინვესტიციო სამსახური აქვეყნებს ანგარიშებს პორტფელების ჭრილში, ვაზიარებთ, ასევე საინვესტიციო სამსახურმა შექმნა ინტერაქციული ანალიტიკური მონაცემების ძალიან კარგი მონაცემთა ბაზა და ინტერაქციული ვებგვერდი ჩვენ საიტზევე, მსგავსი, რომელიც პირველი პიონერი იყო ალბათ ეროვნული ბანკი, რომელსაც აქვეყნებდა და ეხლა ჩვენც ვაქვეყნებთ ამ ინფორმაციებს. ასევე ჩვენ აქტიურად შეძლების დაგვარად რესურსიდან გამომდინარე შეხვედრებს ვახორციელებთ, სკოლებშიც გქონდა, უნივერსიტეტებშიც გქონდა და რაც შეგვიძლია სოციალური მედიითაც ვავრცელებთ ამ ანგარიშებს, რომ ინფორმაცია რაც ქვეყნდება, იქ დეტალურია ყველანაირი. სად არის ახსნები აქვს თავისი მაქსიმალურად ვცდილობთ, იმიტომ რომ ფინანსური ტერმინოლოგია ცოტა რთულია, იმის გადმოცემად მარტივ ენაზეც რთულია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს მივიტანოთ ჩვენ და საინვესტიციო სამსახური. აი დავამატებ ჩვენი მხრიდან, საინვესტიციო სამსახურის მხრიდან კომუნიკაციის საშუალება არის ჩვენი შედეგები, რომელსაც ვაქვეყნებთ ყოველთვიურად. მოგეხსენებათ, რომ კონსერვატიული ეგრეთ წოდებული დაბალრისკიანი პორტფელი ნაკლები ვოლატილობით ხასიათდება, თუმცა დინამიკური პორტფელი, რომელსაც მაღალი ვოლატილობა და ფასის ცვალებადობა გააჩნია, მოსალოდნელია, რომ მოიტანს უფრო მაღალ ამონაგებს, ვიდრე კონსერვატიული პორტფელი. მაგალითად, წელს ვიცით, რომ ქონდა ძალიან турბულენტური წელი, დიდი ვოლატილობა ქონდა საერთაშორისო ბაზრებზე აქციების ფასების ცვალებადობის კუთხით, თუმცა მიუხედავად ამისა, კონსერვატიული პორტფელის ამონაგები წლის დასაწყისიდან დღემდე 2025-ში არის 4% გაწლიურების გარეშე და დინამიკური პორტფელის ამონაგები არის 5.1%. ასე რომ შედეგებიდან გამომდინარე შეუძლია მოსახლეობას იმსჯელოს რომელი პორტფელი არის მისთვის უკეთესი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს აქტიურობა მოსახლეობის მხრიდან. განსაკუთრებით აქტიურობა შეინიშნება კონსერვატიული და დინამიკურის მიმართულებით, თუმცა არ არის ძალიან დიდი ეს აქტიურობა. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო არის ეს შეხვედრა და ასეთი კარგი ანალიზი მოსახლისთვის, რომელიც ჩვენ ახლა გვადმოეცვალა და ერთი ძველი კითხვა.
დაბერებული კითხვა, რომელიც ეკონომისტებში და მოდით ესეთი კაი განმარტება გავაკეთოთ ოპოზიციურ აზრში განხილვისაგანი ხდება ხოლმე. ჩვენ ახლა ამ თანხის დეპონირებას ვახდენთ ფიქსირებულ ნაწილში, ანუ ძირითადად ეს აქციები იქნება, საბანკო სისტემა იქნება და გვახსოვს ჩვენ ქონდა ასეთი შეკითხვა, როდესაც ბანკი გაჩნდა პირველად რომ ამ ხელა მობილიზებული თანხა არის და ამ თანხის გამოყენების უფრიანობა და მისი სარგებლიანობა შეიძლება უშუალოდ პროექტში ჩადებით, რომელიღაც პროექტში, ახლა 6 მილიარდიდან შეიძლება 10% გამოიყენო ჰიდროელექტროსადგურების საკუთარი პოტენციალის, შენი პოტენციალის გამოყენებით და სხვისი რო არ კონდეს გარე კრედიტორთან მიმართ ვალების გასტუმრების დილემა. მეორე არის პორტის თემა ძალიან დიდი, სადაც შენ 51% გაქვს და შენი ფულადის სახსრებითაც რო ჩადგე ამაში და ამ სტაბილურობის და მშვიდობის პირობებში გაცილებით მეტი შეიძლება სარგებელი მიიღო, ეს რისკი შეიძლება კი იყოს, ეხლა ეკონომისტები შეიძლება არ დამეთანხმო რაღაცებში, მაგრამ ცხოვრებას რისკია გარკვეულწილად და სტაბილურობის შეგრძნება მოპოვებული და მშვიდობა გარანტირებული ხელისუფლის მიერ და მოსახლის ერთიანობით, ეს უნდა იყოს ფუნდამენტი, რომ შენივე ფული, შენივე ამონაგები კარგად დაასაქმო და აქედან პროდუქტიც მიიღო და მე მიღებული პროდუქტის რეალიზების მერე მუდმივად გაზარდო შემოსავალი დანახარჯების შემცირების ხარჯზე. დიდი მადლობა. მე უპასუხებ, როგორც იცით, კანონში განხორციელებული ცვლილებით შესაძლებელია სხვა აქტივებში ინვესტირებაც. მაგრამ გარკვეული თავისი შეზღუდვები აქვს, როგორც კანონის მიხედვით, ასევე ეროვნული ბანკის რეგულაციით. გარკვეულწილად დინამიკურ და მაღალ პორტფელებში არის 20% და მეტი სხვა აქტივებში ინვესტირება, მაგრამ თავისი შეზღუდვას გულისხმობს, რომ შეიძლება აქ უნდა იყოს თანამონაწილეობა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან საერთაშორისო IFI-ების, რა როგორც იტყვიან და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით მართლა არ დამდგარა ეს საკითხი, არც პროექტის დონეზე, არც საინვესტიციო რომ ანალიზი გაეკეთებინა, შესაბამისად თუ ესეთი მსგავსი თანამონაწილეობა პროექტი დადგება, რა თქმა უნდა, საინვესტიციო სამსახური ფონდი გაანალიზებს საბჭო მართლობითი საბჭოს დონეზე იქნება განსახილველი და ასევე საინვესტიციო კომიტეტი გვაქვს უკვე კანონით დარეგულირებული და მოხდება შესაბამისი ანალიზი და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ გარკვეული შეზღუდვები აქვს. თანაბარი პირობით უნდა იყოს როგორც საქართველოს საპენსიო ფონდი, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი. თუ ეს კონსოლიდაცია შედგა, შემდგომში უკვე ინტერესი გამოხატა კომპანიებმა და პროექტის დონეზე მოხდა ამის კონსოლიდაცია, შესაბამისად შეიძლება მოხდეს ინვესტიციების განხორციელება. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. მეც მაქვს სამუდამო შეკითხვა. პირველი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ დღევანდელი მოსვენა ამ კომიტეტზე, რათა სულ მალე 2 წელი სრულდება მას შემდეგ, როდესაც 9 აგვისტო ქონდა ნამდვილად თქვენ ჩვენ მუშაობაში, როდესაც ბენეფიციარებს რწმენა შეერყათ საპენსიოსა და ფონდთან, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ 2 წელიწადში ეს ყველაფერი გამოსწორდა და ბრძანეთ კიდევაც, რომ დღეს უკვე 7 მილიარდი ლარია მობილიზებული ამ ფონდებში და მნიშვნელოვანი მატება გვაქვს 2024-ში და 25-შიც ეს ტენდენცია გრძელდება. ამასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვები, აი ამონაგები პორტფელის გაშვების დღემდე გვაქვს კონსერვატიულშიც, დაბალანსებულში და დინამიურში რეალურსა და ნომინალურ შორის და საერთო ჯამში დაახლოებით 4.2%. მაინტერესებს როგორია შეფარდება სხვაგან და ეს რეალურია თუ არა ეს 4.2-4.3%-ში თამაშობს რეალურსა და ნომინალურ შორის. მეორე შეკითხვა მექნება ყოფილა თუ არა შემთხვევები, რაც თანხები თქვენ განთავსებული გაქვთ ქართულ თუ საერთაშორისო საინვესტიციო ქაღალდებში თუ ბანკებში თუ სადაც არ მიგვიღია დადებითი ბალანსი წლის ბოლოს. მნიშვნელოვანია მოხდა თუ არა სადმე რომ იყო პირიქით, არა დადებითი, არამედ თუ არ ყოფითი ბალანსი. და მესამე შეკითხვა ეხება ქონიათ თუ არა შემთხვევები ისეთი, რომ დამსაქმებელს დასაქმებულის ის 2% არ გადაეხადა ფონდში და რა ღონისძიებებს ატარებთ ამ შემთხვევაში თუ თქვენ გამოავლენთ ასეთ შემთხვევას
რა სანქციები გვაქვს, ჩვენ ვიცით, აქაც ჩვენს აქტიურად ვშევთ თქვენთან ერთად, ჩვენ ახლა ჩვენი მოსახლეობა გვისმენს და ეს მომენტები, რასაც ვამახვილებთ ყურადღებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მათი რწმენა გამყარდეს იმისა, რომ ეს თანხები ნამდვილად მზარდია და საიმედო ხელშია ნამდვილად ჩვენი დაგროვებით საპენსიო ფონდი. კი ბატონო, ბოლო კითხვიდან დავიწყებ და შემდეგ ჩემი კოლეგას დამეხმარება. როგორც მოგეხსენებათ 23-ში განხორციელდა ცვლილება, როდესაც 2024 წლის 1 ივნისიდან საპენსიო სააგენტოს გადაეცა მონიტორინგის უფლებამოსილება. მანამდე იყო შემოსავლების სამსახურში. 2024 წლის 1 ივნისიდან ჩვენ მოახერხეთ, რომ სააგენტოს შექმნილიყო დეპარტამენტი ამ ეტაპზე მცირეოდენობით, მაგრამ ეფექტური მონიტორინგის დეპარტამენტი, ასევე შევიმუშავეთ ნორმატიული აქტი და კანონმაც მოგცა შესაძლებლობა გარკვეულწილად 2024 წლის 1 ივნისიდან რომ არაგეგმიური და გეგმიური მონიტორინგი ჩაგვეტარებინა. აქ კანონი რბილია უფრო მეტად ვიდრე ეხა ვართ ავტომატურ რეჟიმზე შემოწმების, როდესაც შემოსავლების სამსახურიდან დეკლარაცია მოდის და თუ ვერ დაიხურა და არ წარმოადგინა, ამ შემთხვევაში ავტომატური დაჯარიმა ხდება და ეს პროცესი უკვე ავტომატურია, მაგრამ მანამდე რადგან არ იყო ეს, გვიწევს ეხა ხელით შემოწმება და გეგმიური და არაგეგმიურის. რამოდენიმე უკვე კომპანიები, ასეული კომპანიები დაჯარიმებაც მოხდა, რამოდენიმე კომპანიამ უკვე გაასწორა და მაქსიმალურად ჩვენი ინტერესია რომ საქმების ვალდებულებები შევამოწმოთ. არის შეუსაბამობების, არის გარკვეულწილად ხარვეზების და ამაზე აქტიურად მუშაობ და რა თქმა უნდა ტექნიკურ და შემოსავლების სამსახურის ბაზაში არსებულ შეუსაბამობასთან თუ არსებობს ესეთი არ ვაჯარიმებთ და შესაძლებლობას ვაძლევთ რომ ჩვენ რო ვიწყებთ შემოწმებას, ვეუბნებით რომ 30 დღე გაქვთ რომ თქვენი ვალდებულება დაფაროთ. შემდეგ კიდევ ამოწმებთ და თუ არ აქვს დაფარული და გასწორებული, მე ვაჯარიმებთ 500 ლარი და კიდევ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ 30 დღეში ამოწუროს 500 ლარით არის პირველი და განმეორებით 1000. მაგრამ საბოლოოდ ამ ორთვიანი პერიოდის ამოწურვის რომ სრულად არ განახორციელებს შენათას, მე ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება, რომ აღსრულების ეროვნულ სააგენტოს გადავწეთ ეს და უკვე აღსრულებამ მოახდინოს დასაქმებული სასარგებლოდ თანხის გადმორიცხვა. როგორც კი თანხა გაჩნდება ჩვენი მიმართვის საფუძვლის შემდეგ, ეს უკვე ავტომატურად მიმართება დასაქმებულ სასარგებლოდ და დაიხურება დეკლარაციები. აი ეს მექანიზმი გვაქვს. ეხა კანონის პროექტია წარმოდგენილი პარლამენტში და იქაც მანდატი იზრდება ჩვენი, ანუ ჩვენ საპენსიო ფონდს შესაძლებლობა ექნება თუ შემოსავლების სამსახურთან არ არის შესაძლებელი რომ შესადარისი იყოს, ან იქ არ არის თანხები განთავსებული. ჩვენ გვექნება უფლებამოსილება რომ დასაქმებულის განცხადების საფუძველზე მონიტორინგი დამოუკიდებლად მონიტორინგი ჩაუტაროთ, ოღონდ ჩვენ შესვლის უფლება არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ინფორმაციის გამოთხოვის უფლება, დაგვიდასტუროს რომ ამ ადამიანმა რაზეც იწერება რომ არ გადაუხადა ან გადაიხადა და ან არასწორი იყო და გაასწორა, ამ შემთხვევაში დასაქმებულის სასარგებლოდ ვიმოქმედოთ. ეს მანდატიც გვექნება დამოუკიდებლად. ოღონდ ეს იქნება მონიტორინგის ფარგლებში, რომ რაღაცა მეორე დიდი მაკონტროლებელი არ გავხდეთ. რა თქმა უნდა, ეს კანონი ითვალისწინებს და უკვე კარგი შედეგები გვაქვს ამასთან დაკავშირებით და ვიმედოვნებ კიდე შემოსავლების სამსახურის დეკლარაციის უმეტესწილად ეს ჩვენზე მორგებულია, ქართულ რეალობას არის მორგებული, იმიტომ რომ უმეტეს ქვეყნებში არის კერძო აქტივების კომპანიები, ანუ იქ სახელმწიფო აქტივების კომპანიები ნაკლებად არის და შემოწმებას და გადახდის იმას ფინანსთა სამინისტრო ზოგ შემთხვევაში და შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს იმ ქვეყნებში, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი სტრუქტური ცენტრალიზებული ცალკე როგორც სააგენტო არ არის. უფრო აქტივების მმართველია და აქტივების მმართველთან მიდის ეს აკუმულირებული თანხები ინვესტირებისთვის. რაც შეეხება პირველ და მეორე კითხვას, გიორგის შეეცდება. კი ბატონო, უპასუხებ ნომინალურ და რეალურ ამონაგებთან დაკავშირებულ შეკითხვას. კანონი გვავალდებულებს საინვესტიციო სამსახურს, რომ ინვესტიციები დავგეგმოთ ისე, რომ გრძელვადიან ჰორიზონტზე, სადაც იგულისხმება მაგალითად კონსერვატიული პორტფელისთვის 5 წლიანი ჰორიზონტი.
95%-იანი ალბათობით მიღწეული იყოს დადებითი რეალური ამონაგები, ხოლო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით ჩვენი მიზნობრივი მაჩვენებელი არის იგივე სანდოობით, ანუ 95%-იანი სანდოობით მინიმუმ 2%-იანი რეალური ამონაგების მიღწევა. შესაბამისად, ინვესტიციები იგეგმება იმგვარად, რომ მოსალოდნელი მოგება დიდი ალბათობით იყოს დადებით წლიურ რეალურ 2%-იან ამონაგებზე მნიშვნელოვნად მეტი. რაც შეეხება კონკრეტულ პერიოდებს და შანსებს იმასთან დაკავშირებით, რომ რეალური ამონაგები რაღაც პერიოდში იყოს უარყოფითი. რა თქმა უნდა, კონკრეტული მოკლევადიან ჰორიზონტზე შესაძლებელი არის, რომ რეალური ამონაგები იყოს უარყოფითი, რაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული არა მხოლოდ ჩვენს მიერ ინვესტირებულ თანხებზე, არამედ ინფლაციაზე, რომელიც ფიქსირდება საქართველოში. მიმდინარე პერიოდში ინფლაცია არის მნიშვნელოვნად შემცირებული, რამაც განაპირობა რეალური ამონაგების ზრდა. თუმცა, როგორც ვამბობთ, 6 წლიანი ჰორიზონტი არის საკმაოდ დიდი პერიოდი იმისთვის, რომ შეფასებები გავაკეთოთ და 9.9% ამონაგები, ანუ ისტორიული მონაცემი და 4%-იანი რეალური ამონაგები არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ნებისმიერი საპენსიო ფონდისთვის. დიდი მადლობა. შეკითხვები დეპუტატებს მეტი არა გვაქვს. სხვას ხوارაობს. თქვენ ხوارაფერი გსურთ რო გითხრათ კიდევ ბოლოს. არა, მადლობა. შემოვალ წინადადებ მაშინ რომ დადებითად შევაფასოთ. საპენსიო ფონდის მიერ წარმოდგენილი საპენსიო სააგენტოს 2024 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა, წინამორბედი არავინ არის. დიდი მადლობა, ამით კომიტეტის თემა დასრულებულია, წარმატებებს გისურვებთ.